მოგესალმებით, მე რატი დოლიძე ვარ, ეს გადაცემა რატის ბლოგია. ახლა ჩამოვედით თმანიში, დღეს გაიმართება ლიცენზირებული ნადირობა მგელზე. საკმაოდ დიდი კოლექტივით, აკაურების დაგვწყვეტენ ჩვენი მეგობრები და იმედია შედეგსაც დავდებთ. დათო როგორი განწყობა გაქვს? ამაღლებული, ველოდებით ნადირის გამოსვლასაც დავეხმაროთ სოფლის რავი. სხვათა შორის გამგეობიდანაც დარეკეს, რომ ხშირი თავდასხმები არის ძალიან. ბევრი საჩივარი შევიდა მაგაზე, ბევრი განცხადება დაიწერა უკვე, რომ თითქმის ყოველდღიურად ხდება მტაცებლის თავდასხმა შინაურ პირუტყვზე. ასე რომ იმაზე დავიტოვებ, რომ დღეს რაღაც პატარა შვებას მივცემთ აკაურობას. გამოიჩინება რამოდენიმე მგელი. აველოდოთ რა იქნება, ახლა ცოტა ხანში უკვე დანიშნულების ადგილზეც მივიღოთ და ჩატარდება უკვე ინსტრუქტაჟი. მოგესალმებით ყველას დილამშვიდობისა. დიდი ხანია არ მინახეთ, წელს ვატარებთ პირველ ნადირობას ჩვენი კლუბი მეგობარ კლუბებთან ერთად და გვერდში გვიდგას ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მახარებს და ძალიან მასშტაბური ნადირობა გამოგვივა და შედეგიც აუცილებლად უნდა დავდოთ, თუ ჭკვიანურად გავაკეთებთ ყველაფერს. დღევანდელ ნადირობას ატარებს ბატონი ირაკლი წვერავა, კლუბი მონადირე. ინსტრუქტაჟი წაიკითხეს, რომლებშიც გავნაწილდებით ცოტა ხანში. ასევე არიან სასოფლოდან სტუმრები ჩამოსულები დღეს და სხვადასხვა კლუბის წევრები, ლეგიონი, იბერია და საპატიო წევრები. მორეკვას ვაპირებთ აი ამ დღის. უკან ხედავთ, გუშინ იყო თავდასხმა, 14 სული ცხარი შეჭამეს მგლებმა. სავალალო სიტუაცია არის, საწყალი მწყემსი გიშგავს. შემდგომში ვიგეგმებით რამოდენიმე მორეკვას კიდე, აქ თუ არ გაგვიმართლებს, გადავალთ გვერდზე ტყეებში და მოვირეკებით. იმედია შედეგიანი ნადირობა იქნება და კარგ კადრებს ვიღებთ. ახლა მომდები გავაკეთეთ. მე გიორგი ახლოში არის შეკან, რაც შემდეგ ახლა 30 მეტრიან დისტანციაზე ვარ და არა 30 მეტრი. ჩვენი ხედულობა კარგი გვაქვს. ახლა მე რო იქიდან გადავიდე უკვე სხვას უკეთო ნომერს. ხოლმე ესე რომ ეს პატარა დისტანცია ვაუჯობინეთ, რომ ესე ჩაგუკეთა კარგად რა. ცოტა ხანში სარეკიც დაიწყება, 7 კაცია მომრეკი დღეს, 3 ძაღლი ყავს. იმედია შედეგიანობასაც ვნახავთ. ხარი გვაქვს და ძალიან ცუდია ეს ურკის ხარი. გელი ვიტოვებს გზინობს ამ ყოველფერს. იმედია ახლა ხარის მიმართულება შეიცვლება და საპირისპირო ხარის სახის გვექნება, რომ გელმა ვეღარ გვიგრძნოს. ამაში გასროლები სარკის უკვე ახლოში არის.
სარეკი გამოვიდა აგერ მოდის რამოდენიმე ნომერმა იცოლა ნაკრეს ჯერჯერობით არ ვიცი მეორე მორეკვა არის პირველ მორეკვაში ტურები გამოვიდნენ რამოდენიმე მელა იყო თავდაპირველად გელი არ გამოსულა ეხლა მეორე მორეკვაში გადმოვედი და მე მივდივარ სარეკში დათოსთან ერთად და ბიჭებთან ერთად ყველაზე დაუფასებელი და ამასთან ერთად ყველაზე შრომატევადი საქმე არის სარეკი. სარეკი კარგად არ გაკეთდა და ჩათვალე რომ ნადირი ურებში არ გავა. ასე რომ სარეკი არის ნადირობაში ერთ-ერთი მთავარი. მოდი წამოვიდე შენ არა აი შეტანტულად დაშიჭე შენ პირველ აი ახლა კიდე სანამ სარეკში შევა სანამ ბიჭები ურებში უფალი ღმერთი ვადი გენაცვალე იდება უფალს ვიდობიანი ბარაკიერი და წარმატებული ჩვენი მორეკვა დღეს ლადი შენ პირველ სარეკს დავლოცავ კიდე წარმატებული იყო გავნათურდით ახლა თლიანი ზოლი უნდა დავიღოთ 3 კაცი წავიდა უკანა მხარეს 5 წამოვედით აქეთ ჯერ როგორც ნომერში ესე გაუჩერდებით იმიტომ რომ თუ აქვე დაატრიალეს ძაღლებმა ჩვენ დაველოდებით რომ უკან არ გავივიდეს და იქნებ გავისროლოთ თუ არა და უგეზაღლები რომ გავხსნებიან წინ დავიწყებთ სარეკს და გეუბრებისკენ წავალთ. საკმაოდ ხშირი არის, ბევრი საწოლი აქვს აქ. კაცებელსაც ნადირი ზოგადად. დამირეკეს კიდეც ახლა ბიჭებმა ნომრებში რო აყენებენ, ბევრი ახალი კვალი უნახავთ გლის. რაღაც უნდა იყოს ეს საყარი არის. არეალი კარგი არის. სხვაგანს არ უნდა იყოს თუ აქ არა სხვადასხვა ახლა სადაც ვიმყოფებით ძალიან ბევრი ტურა ყავს აქ ნანახი რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს 1300 მეტრზე ვარ ზღვის დონიდან და ტურა არის სავსე. ბევრი ტურა არის რა. აი ეს უკვე არ არის კანონზომიერი. აღარ ემსახურება უკვე აღარაფერს, იმიტომ რომ ყველანაირი ბუნებრივი კანონი არის დარღვეული. წესით და რიგით ტურა ამ სიმაღლეზე არ უნდა იყოს ამოსული, მაგრამ არის. კურდღელი. Kawila. Haydi. Okay. ახლა ბოჭია. ავი ბოჭია იყო მინდა გითხრა. დიდი ბოჭია იყო. მიხარია, იმრავლოს ამ დალოცულმა, იმრავლოს.
ესე იგი თითქმის ყველა ნადირობაზე უკვე ეს დალოცვილი ცხოველები გვხვდებიან რა. Yo! Whoa! Hop! 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 დაღლები საითკენ არიან? ურდღელი გამომივარდა და შორიდან დევნის ხმა მომესმა. ნაცო. შენი აჰა ნომრებში კარგი სროლები იყო, ტურები გამოვიდნენ. როგორც აღნიშნე, აი მაგრად ისვრია ნომრების სროლა სულ. ეხლა 3 წელი ტურა აქეთკენ გამოვიდა. არა, ეგ ზაღლების დევნაში, მაგრამ ის 3 წელი ტურა დაჟე სარეკში მოგვიტრიალდა უკანა. ჩვენ წინ გადაირბენ და უკან არის ჩამოვიდოდა რა. ძალიან ახლოსში იყო საფანტმა არ გაშალაო და. არ ვიცი, ალბათ ურლიაში ესროლა რა. დაუგიო რა იყო? აღარ ვესროლე იმის გამო რომ შორი იყო და თან ეს ნათმარი და ის რო არის ხა დააშორი იყო და თან ხა არ მინდოდა რომ შემდეგი ნომრისთვის ხელი შემეშალა წირო წავსულიყავი რა და მერე წრე დაგვაწყა სავარაუდოდ იმიტომ რომ ესე წავიდა უკან წავიდა რა პირველი ნომრებისგან და ანუ აჟამ ესროლა ანუ აჟას წინ ვიცით შენესროლე პირველი? არა მე ვაფშე არ მისვლა ტურა იყო? ორი ტურა იყო აუ რა გადარჩი მეცა მიმოგაძო ზევით უნაწილო აუ რა ეს კანი ქონდა გაწელილი ლოყაზე რა საშინელება იყო ერთ წალი არის ძალიან კარგი ვის მიულოცო 1000 შენი ნაშრომი მოგა ხო? იქამ ერთდროულად გამოვიდა და იქამ გამომაძრეო. და ერთი ამოხდა იცი? სარეკი რომ ამოვიდა. ჩემთან რომ მოვიდა უკვე ტყეები გამითავდა აღარ მაქვს და ამოვიღე და დაბლა მიწაზე ვისროდი და სადღაც აი აქ სიღრმეში 150 მეტრაში წამოხდა და ზამატყეფით გაყვა და იმას დააყარეს მე იმათ. ეგ ესე წაიყვანა მაღაზიაში. კურდღლები ჩემო ძმაო კურდღლები დაიმით დაჟე ესა ტყისკათამიც ო ტყისკათამი არ შეხვედრია არა კურდღლები კი აი იქითა კაცი და მოვიდა დაფრინდაო დუშენიოდაო და წავიდა და კურდღელით წამომიყავ ესე ჩვენი მეორე ტურა. ამ ხელა მორეკვა გავაკეთეთ, 3 წელი ტურა გამოვიდა, ბერმა ნომერმა ისროლა. მაგრამ გონია რომ უფრო მეტიც იყო და ვიღაცები რაღაცას არ აღიარებენ. მაგრამ კარგი არის მანჩეტებიანობა, ორი მამალი დავარდა სხვათა შორის. დიდი ტურა, კაი ნაჭრები, მეორე ბაჭი აქვს აშკარად აჭერილი და შეჭრული. ეხლა ამბობენ ბიჭები მესამე მორეკვა გავაკეთეთ, მესამე და სამართალია რა.
მე იმის მომხრევა რომ ნადირობის მერე ნადიმობა რო გაიმართ ირაკლი მიყვარს გამონათქვამი შედგა ნადირობა კი, ნადირობა შედგა ნადირობა. მართლა დღეს ძალიან ლამაზად მიგოჩუქებ ლამაზად ვაჩუქეთ ერთმანეთს. კი ორგანიზებული მე მადლობას გადაუხდი ჩვენს მობარელ მეგობრებს პალესტინადაც იყო იქიდანაც ვერაგრებებში კი. დაუდენე აცებელი გამორიხშიდა 9 დაცებელი ამოვიდეთ. ერთი სამწუხარო დასრული ნომერში ისე ახლოს გამომივიდა თუ რა, არ ვიცი ვიჩქარე რა გავაკეთე, სამწუხაროდ ვერ მოგვი. ეს წელს პირველი ნადირობა იყო ჩვენი ერთობლივი, მასშტაბური, შეძლებს ზაგვარად ვეცადეთ რომ ორგანიზებულიც ყოფილიყო, მაგრამ როცა დაახლოებით 40 მონადირე კრივება, ძალიან რთულია დააორგანიზო, მაგრამ მეთოდობა ცოტა და გამოვიდა ჩვენი ნადირობა, შედგა რაც თავარი. მიხარ არ ყავფილი. მე მაყოფილი ეხლა უფრო მაყოფილი ვიქნები ზუსტად მიახლოებით 15 წუთში სული მოვიდა უკვე. მადლობა შენ რატიკო, გოჩი დგომისთვის და სტორის რჩევებისთვის, რასაც ჩვენ საკეთებ და ზოგადად თუ რაღაცა განვითარება შეგვიძლია პირადად ჩემმა კლუბმა მიიღოს, არის თქვენი დამსახურება, ლეგიონერების დამსახურება, იბერიელების დამსახურება, რომლებიც ასევე ჩვენ გვერდში იყვნენ და გამოცდილი მონადირეების დამსახურება, რომ გვერდში ვიდეო. მე კიდე შენ გადაგიხდი მადლობა ძალიან კარგი ბიჭი ხარ რა ძალიან მადლობა, გენაც აი ხარ ჩვენ კიდე ამასობაში დაგეშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე რომელ შეფეთქებთ.